აბოლეტი ხარ? შენ ვინა ხარ? შენ ევოლეტი ხარ? რა ქვია დედა? ევოლეტ. ოკეი. დანიელა. ჯინჯილები სადა გაქვს დედა? მოიხსენი? ორი სასაცილო. Yupi! დილამ შტობისა. მოგესალმებით. ჩვენთან წვიმიანი ამედია დღეს. მაგრამ მაინც მივეშურებით ჩაიცვი ფეხზე? ოჩა. შენ ბოტასები გაცვია ახლა. ეს კროქსები აცვია. ხოდა? მივეშურებით ახლა ქვემოთ ბაზრისკენ და მე ქუთაისში წავალ სავარაუდოდ. ვაიმე, ეს რა მოუსვენ არია? მე რაღაცას ვეტყვი. მოდი. დილამ მშვიდობისა, ბავშვებო. დღეს საქართველოში ვართ და ქუთაისში წავალთ. ოი, დაცი. კი. თანი კიყო პატარა კნუტი. სადე? ბუსტონში. ხო. აი, ჯიჯიბჯიჯიჯიჯო. წავედით? კი. იცი როგორა? მოვედით ელიტ ელექტრონიკში, მინდა რომ გადავხედო ტელევიზორებს და ვნახოთ ღმერთო ჩემო რა გიჟივით დადიან ქუთაისში რა ხდება ეს. და ვნახოთ აბა რას ვნახავთ. მოკლედ ვფიქრობ ტელევიზორის შეძენას. ხო და რა გამოგვივა? მოკლედ ჩვენი ოჯახის ახლობელმა მოგვასწავლა რომ ქუთაისში არის თურმე ბელორუსული სახლი და ჩვენ რადგან ძალიან გვიყვარს პელმენები და ვარენიკები, ვის უყვარს აქ? მე. გადავწყვიტეთ შემოვიაროთ და წავიდეთ ვნახოთ. თუ შევძლებ გადავიღებ შიგნით. რა ვიყიდათ მოკლედ ბელარუსულ მაღაზიაში. ვიყიდე ესეთი წვენი გოგოებისთვის. მაჩვენეთ თქვენი სასუსნავები? აირჩიეს ესეთი სასუსნავები, პრეცელის მსგავსი. გემრიელია ევე? მართლა? ევე ესეთი აირჩია. ეს ტკბილია? მე გამასინჯე. ევე ორი შეფუთვა პელმენი, ესეთი ორი შეფუთვა პელმენი, ესეთი არაჟანი, ესეთი რძე, აღმოვაჩინეთ ასევე თხილის პასტა კაკაოთი და აღმოვაჩინეთ ასევე არაქისის პასტა. და ესეც შრის ორცხობილები და ეს ყველაფერი გამოვიდა 51 ლარის. სადა წერია? 51 ლარის და 55 თეთრის. რას ფიქრობ, ძვირიანი მაღაზია? ნორმალური ფასები აქვს, ანუ გადამეტებული ფასები, ანუ სხვა მაღაზიებთან შედარებთან ძალიან ბევრ რამეზე ფასდაკლება ჰქონდა, სხვათა შორის. ძალიან ბევრ რამეზე. ერთი ნანუტას უნდა ვკითხო, ნანუტამ უფრო იცის ბელარუსულ მაღაზიებში რა უფრო კარგია და გემრიელია. მგონი ესენი კარგი, ვაი, მე მგონი კარგი პირმენები იქნება.
ხედავთ? თქვენ ხედავთ? მოკლედ შევიძინეთ ტელევიზორი. განვადებით რა თქმა უნდა, რადგან ახლა ამხელა ფულის გაგდებას ნამდვილად არ ვაპირებდი ამ ეტაპისთვის. უბრალოდ ის არის, რომ სახლში გვაქვს ორი ტელევიზორი. ერთი არის ნორმალური ზომის, საშუალო ზომის, რომელიც არის დაჯებებოს ოთახში და მეორე LG-ს ტელევიზორი, რომელიც არის მისაღებში. სამწუხარო დამოეწურა ვადა მოქმედების სავარაუდოდ და რაღაც თეთრი წერტილები გაუჩნდა და აზრი არ აქვს გაკეთებას რა, მაინც გარანტიას არავინ არ გაძლევს, რომ ისევ იმუშავებს და ისევ არ გაუჩნდება ეს წერტილები და მოვედი Elite Electronics-ში, როგორც გითხარით და მეთქი განვადებით მინდა და სასაცილოდ არ იყოთ, რომ ვუთხარი, რომ არანაირი ის არა მაქვს აქ არანაირი სესხი არა მაქვს, არანაირი ვალდებულება არა მაქვს, შემოსავალიც არა მაქვს აქ, მაგრამ მაქვს კარგი ისტორია, დარღვევა არაფერი არა მაქვს, გაშავებული არასდროს არ ყოფილი ვარ, მქონდა სახელფასო TBC-ში, მქონდა Liberty-ში, მთელი ამბები და თავიდან ძალიან ისე შემომხედენ. დამცინოდნენ ფაქტიურად, მინდა გითხრათ. და საქართველოს ბანკმა პირდაპირ უარი მითხრა წარმოადგენელმა რა, არ დაგიმტკიცდებაო. მობაილ ბანკით რაღაცას ეცადა და აზრი არ აქვს და კრედო მოდიო ვცდიო. დამიმტკიცდა. და მე უკვე სხვანაირად დამიწყეს საუბარი, არ ეგონათ რომ დამიმტკიცდებოდა და ვაიმე როგორ არ მოველოდითო და მართლა დაგიმტკიცდათო, თანო ამხელა ლიმიტიო განვადებისო და მეთქი კი ჩემო კარგო, რადგან სავარაუდოდ ჩანს ის ყველაფერი ბაზაში კი მართალია წლების წინადელია, თუმცა მაინც რო არ ფიქსირდები არსად როგორც ცუდი მომხმარებელი, არა გადამხდელი და ასე შემდეგ, ესეც ტელევიზორი წავიდეთ ახლა წავაკუნკულოთ სახლში. არ გადამიღია არაფერი, მაგრამ რომ მოვედით, გავაკეთეთ ეს ყველაფერი და მერე გავიარეთ ბელორუსულ მაღაზიაში, დავტოვე ჩემები სახლში და წამოვედი ეს სავარძლები გადავწიე, რომ ტელევიზორი მოთავსებული იყო. აი ესე. და წავიდეთ ახლა სახლში. წავიღოთ ეს ჩვენი ტელევიზორი. ძალიან მიხარია. ესეც ჩვენი მედოკი დაჯებებოს ესეთი ტორტის ყუთი ქონდა შენახული. მოდივარ, გოგო, ვაიმე ესენი ვინ არიან? ხო და ესე მოვათავსე და ესე ლამაზად წავიღებთ ახლა მოკლედ. დამ. იმედია მოიწონება. ესე ჩვენი ახალი Samsung-ის ტელევიზორი გამოიყურება, ესე არის 50 ინჩიანი, ზურას მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო 4K. როგორც მითხრეს, არის მე-7 თაობისო, მე დიდად ვერ ვერკვევი ამ გენში, ზურა ერკვევა 5-იანზე. ხო და ვარ ძალიან კმაყოფილი, რომ შევძელი ესე განვადების გაკეთება, რადგან ერთიანად ესე თანხა არ გქონდა ხელზე, თუმცა შეიძლება 1-2-3 თვეში სრულიად გადავფაროთ ერთი სიტყვით ეს ჩვენი განვადება. უბრალოდ ეს პირველი რა, რო ყიდულობდა ერთიანად იხდი, ეხა ამ მომენტისთვის გათვლები არ გქონია ოჯახში. ხო და ძალიან კმაყოფილი ვარ რა, ერთ სიტყვით ძალიან მომწონს. რა არის ბავშვების და? ხო, Netflix-ი, ხო, ბავშვების და Netflix-ი დიდების ცალ-ცალკია. ხო და ეგრეც შევიძინეთ. ხო? კმაყოფილები ხართ გოგოებო? კი, რა თქმა უნდა, მერე გიობაბუც მოვა სახლში სამსახურიდან გავახარებთ. ძალიან მიხარია. ღირდა მოკლედ ლოდინად და ცოტა ნერვიულობად რომ იძახდნენ რომ არ დაგიმტკიცდებათო ესო ისო და მტკიცეს ყველაფერი.